კახეთში რთველი გაჩერდა გლეხები ღვინის ქარხნებთან შექმნილი პრობლემის მოგვარებამდე მოსავლის აღებაზე უარს აცხადებენ. უკვე მეორე დღეა ყურძნის ჩამბარებელმა პუნქტებმა საფერავის ფასს თითქმის გაანახევრეს, რასაც რეგიონში ფერმერების პროტესტი მოჰყვა. ამ დროით უცნობია როგორ ან როდის განახლდება მოსავლის აღების პროცესი. ეს ხდება რაღაც 5 ტონა ყურძნის. მეც არ ვყრება. ეს გადაწყვეტილება კახეთში მევენახება მას შემდეგ მიიღეს, რაც საფერავის ჯიშის ყურძნის ჩაბარებაზე ღვინის ქარხნებმა ფასები დაწიეს. თურთველის დაწყების დროს კომპანიები 1 კილოს 2 ლარ და 20 თეთრად იბარებდნენ, ბოლო 2 დღეა ფასი 1 ლარით შეამცირეს. ამ გადაწყვეტილებას თითქმის მთელი კახეთის მასშტაბით საპროტესტო აქციები მოყვა. გლეხები ამბობენ, რომ ქარხნების ხელმძღვანელებმა გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს. 700 ლარს ავზარალობ ტონაზე. როგორ დავკრიფო ყურძენი? ამიტომ დასაკრეფით შევა 1000 ტონა ყურძენი დასაკრეფი და ხმება. ინფორმაცია გვაქვს მათი ღვინის წარმოებლების კარტელური გარიგებისა. დანაშაულია და ამ დანაშაულს ვიღაცამ უნდა მიაქციოს. მე არ ვიცი ვინ უნდა მიაქციოს. ეს შესაბამისი უწყებებია. შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა მევენახეების პრეტენზიები დღეს აქციაზე მოისმინეს შეხვედრას. საბოლოოდ ხმაური დასრულდა, რადგან სასურველი პასუხები გლეხებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებისგან ვერ მიიღეს. ვერ ახერხებენ იმ ღვინის ფასის დაჭერას. თქვენ პასუხი არ გამეთ. ერთი კვირის უკან 2.40 მაშინ იდნენ და 2 დღეა უკვე მიხდნენ, რომ ესე იგი 2.40 გადაიხდნენ გაუჭირდება. რას ლაპარაკობთ? მოგვიანებით მევენახეების პრეტენზიებზე განცხადება გააკეთეს ღვინის ეროვნულ სააგენტოში. მათი განმარტებით სახელმწიფო კერძო კომპანიების საქმიანობაში ვერ ჩაერევა და ამ პრობლემის მოგვარება არ შეუძლია. არანაირი შეფერხება ამ მომენტში არ არის გარკვეული ტიპის უკმაყოფილება ზოგიერთი ჩამბარებლის მხრიდან. სახელმწიფო ვერანაირად ვერ ჩაერევა პროცესში ფასების ფორმირებასთან დაკავშირებით. ღვინის ქარხნების ხელმძღვანელები არ უარყოფენ, რომ შეთანხმება ფასთან დაკავშირებით მართლაც მოხდა. კერძო კომპანიების მტკიცებით ძვირად შეძენილი ყურძენი ღვინის ფასის გაზრდას გამოიწვევს. ღვინის გასაყიდი ფასი, რომელიც უკვე დახცე უნდა მოხდეს, ძალიან ზევით იწევს. გარჩება გაუყიდავი. ანუ შესაბამისად მომავალ წელს შესაძლოა შესყიდვები აღარ იყოს. აქციების მიუხედავად ღვინის კომპანიები გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებენ. გლეხები კი ამბობენ, რომ მოსავალს მანამდე არ აიღებენ, სანამ ფასი პირველად ნიშნულს არ დაუბრუნდება.